როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მიმდინარე სემესტრში განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანული ნაერთები, როგორებიც გახლავთ ცილები პირველ რიგში, ნახშირწყლები და დღეს საუბარი გვექნება მესამე ჯგუფთან დაკავშირებით, რომელსაც ლიპიდები ეწოდებათ. ეხლა რა არის ზოგადად ლიპიდი და როგორ ნაერთებს მოიხსენებთ ჩვენ ლიპიდები? რა ვიცით ჩვენ ლიპიდების შესახებ? როდესაც საუბრობთ ჩვენ ბიოლოგი, როდესაც საუბრობთ ალბათ ლიპიდზე, პირველი რაც ახსენდება არის ალბათ მემბრანა. და სწორედაც ლიპიდები არიან სხვადასხვა ტიპის მემბრანების ძირითადი კომპონენტები, ძირითადი შემადგენელი კომპონენტები. თუმცა ლიპიდების ფუნქცია ამით არ შემოისაზღვრება. ლიპიდების შესაძლებელია არა ყველა მათგანი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც მნიშვნელოვანი წყარო ენერგიისათვის. ანუ ენერგიის წყარო არ არის მხოლოდ გლუკოზა, არამედ ენერგიის ძალიან აქტიურად გამოყენებადი წყარო არის ხშირ შემთხვევაში მარტივი ლიპიდი. ეხლა რა თქმა უნდა, ცილებით შესაძლებელია ენერგიისთვის იყოს გამოყენებული და ნუკლეინის შევიც, მაგრამ მათი გამოყენება მეტად შეფერხებულია. იმიტომ რომ მათი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სხვა ტიპის ენერგიის წყაროები არ არსებობს და თქვენ იცით ესეთი პათოლოგიური დაავადება, კახექსიური გახტობა, როდესაც ორგანიზმი იწყებს ცილების დაშლას ენერგიის მისაღებად. ეხლა მესამე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც შეიძლება ჩვენ ლიპიდებთან დაკავშირებით აღვნიშნოთ, არის ის, რომ ისინი წარმოადგენენ მონაწილეობენ სიგნალის გადაცემის პროცესში. ანუ ისინი მონაწილეობენ უჯედული კომუნიკაციის პროცესებში და საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ეხლა ზოგადად ლიპიდების კლასიფიკაციას რაც შეეხება, ხო? ლიპიდების ჯგუფი, საერთოდ კლასიფიკაცია ჩვენ როგორ ვიცით, რომ კლასიფიკაცია ეს არის დაჯგუფება, როდესაც ვაჯგუფებთ რაღაცას, ვაჯგუფებთ გარკვეული ნიშანთვისებების და მიხედვით. ანუ როდესაც საუბრობთ კლასიფიკაციაზე, პირველ რიგში ვამბობთ რის მიხედვით ხდება ეს კლასიფიკაცია. ლიპიდების შემთხვევაში არის ცოტა სირთულეც და სიმარტივეც შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ეს არის ძალიან ჰეტეროგენული ჯგუფი ორგანული ნაერთებისა, ანუ ჰეტეროგენული ნიშნავს ხო შერეული, ანუ ძალიან რთულია გამოყო რაიმე სტრუქტურული მახასიათებელი, რომელთაც ისინი ერთმანეთს გვანან. ძირითად შემთხვევაში ლიპიდების კლასიფიკაცია არის უბრალოდ ლიპიდის ნაერთი, ეს არის დამოკიდებული მის თვისებაზე, რომ იყოს ჰიდროფობული. ანუ ნაერთები, რომლებიც არიან ჰიდროფობულები, ისინი მოიხსენიებიან ლიპიდებად, შეიძლება ასე ითქვას. რა თქმა უნდა, მათი კლასიფიკაცია არის უკვე მათი დაყოფა გარკვეული ნიშანთვისებების და მიხედვით მარტივ რთულ ლიპიდებად და მარტივ ლიპიდებში ჩვენ გვაქვს ცხიმები და ცვილები. რთულ ლიპიდებში გვაქვს ფოსფოლიპიდები, გლიკოლიპიდები და ასევე სხვა რთული ლიპიდები. და გვაქვს ასევე მესამე ჯგუფი, ეს არის წინამორბედი ან წარმოებული ლიპიდები, როგორც არის იზოპრენოიდები, ვიტამინები და ასე შემდეგ. ფოსფოლიპიდები იყოფა გლიცეროფოსფოლიპიდებად და სფინგოფოსფოლიპიდებად, გლიკოლიპიდები იყოფა ცერებროზიდებად და განგლიოზიდებად. ეხლა როდესაც საუბრობთ ლიპიდზე, პირველ რიგში ვამბობთ იმას, რომ ლიპიდი შედის მემბრანაში, ხო? და ჩვენ გვახსენდება ეს სტრუქტურა, რომელსაც აქვს თავი და ორი კუდი. ეხლა ნახოთ რა არის ეს სტრუქტურა თვითონ. როდესაც თქვენ ამას შეხედავთ კარგად, ნახავთ, ვიცით ეს, რომ არის პოლარული თავი, უბრალოდ და არაპოლარული კუდი. ეხლა თითოეული მათგანი რას წარმოადგენს? აი ზუსტად ეს არაპოლარული კუდი, ანუ ლიპიდური შეიძლება ითქვას ნაწილი, წარმოადგენს ცხიმოვან მჟავას. ცხიმოვანი მჟავები ესენი არიან ყველაზე ალბათ შეიძლება ითქვას მარტივი ლიპიდები, რომლებიც გამოიყენებიან ლიპიდების წარმოქმნისათვის, ლიპიდების ასაგებად და ასე შემდეგ. ეხლა როგორ შეგვიძლია დავახასიათოთ ეს? ცხიმოვანი მჟავები ესენი არიან, შეიძლება ითქვას
ძალიან ხშირ შემთხვევაში გრძელ ჯაჭვენი ეს არის უმეტესად 4-დან 30-მდე ალბათ ნახშირბადის შემცველი სტრუქტურები. თუმცა ორგანიზმში, ცხოველურ ორგანიზმში ჩვენ გვხვდება ძირითადად 14-დან სადღაც 22 ნახშირბადის შემცველი ცხიმოვანი მჟავები. ეხლა ცხიმოვანი მჟავები ესენი არიან ამფიპატური ნაერთები, რადგანაც მათ გააჩნიათ ორი პოლუსი, შეიძლება ისე ითქვას. ერთი არის კარბოქსილის ჯგუფი, რომელიც რა თქმა უნდა წარმოადგენს პოლარულ ჯგუფს, ხოლო მეორე ბოლოზე გვაქვს მეთილის ჯგუფი, რომელიც არის არაპოლარული ჯგუფი, რა თქმა უნდა. ანუ თავისთავად ცხიმოვანი მჟავები ეს არაპოლარული ნაერთებია, მაგრამ თუ აი ეს ნახშირბადოვანი ჯაჭვი არის მოკლე, კარბოქსილის ჯგუფის პოლარული ბუნება მაინც უფრო მეტად ვრინდება. ანუ მაინც ცხიმოვან მჟავებს მიაკუთვნებენ ამფიპატურ ნაერთებს, რადგანაც მათ აქვთ გარკვეული უბანი, რომლითაც შეუძლიათ წყალთან ურთიერთობა. ანუ ისინი სრულად არაპოლარულები არ არიან. არსებობს ორი ტიპის ცხიმოვანი მჟავი, ნაჯერი და უჯერი. ეს დავიმახსოვროთ, რომ აი ასეთ ჯაჭვებს უწოდებენ აცილურ ჯაჭვებს, ანუ აცილურ ჯგუფებს. როგორ ხდება ამ ნახშირბადების ნუმერაცია, რაც დაკავშირებულია შემდგომში ნომენკლატურასთანაც ხანდახან. პირველ ნახშირბადად ითვლება კარბოქსილის ჯგუფის ნახშირბადი. საერთოდ, პირველ ნახშირბადად ითვლება კარბოქსილის ჯგუფის ნახშირბადი. ეს თუ ნუმერაციით ხდება, მაგრამ როდესაც უნდათ ხოლმე აღნიშნონ ლათინური ასოები, მეორე ანუ კარბოქსილის ჯგუფის შემდგომი ნახშირბადი ითვლება ალფა ნახშირბადად. მერე ალფა, შესაბამისად მესამე ნახშირბადი არის ბეტა, შემდეგ გამა და ასე შემდეგ და ბოლო ნახშირბადი მოიხსენიება როგორც ომეგა. ანუ მეთილის ნახშირბადი, ეს არის მეთილის ჯგუფის ნახშირბადი, ეს არის ომეგა ნახშირბადი. ეხლა რადგანაც უჯერი ცხიმოვანი მჟავების შემთხვევაში ძირითადად ჩვენ ხშირად გვხვდება ორმაგი ბმები. ხო, ნაჯერსა და უჯერს შორის განსხვავება ორმაგი ბმების არსებობა. ნაჯერში ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთმაგი ბმები. ეს არის ის სტრუქტურა, რომელიც სინთეზირდება რეალურად ცხოველურ ორგანიზმებში და საერთოდ ორგანიზმებში, ხოლო უჯერის შემთხვევაში გვაქვს ჩვენ ორმაგი ბმები, რომელიც ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებიდან წარმოიქმნება. თქვენ ნახავთ ამის მაგალითად ეს არის პალმიტინის მჟავა, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავა, სტეარინის მჟავა, განსხვავება არის ნახშირბადების შემთხვევაში, ერთი არის 16 და ასე შემდეგ და გვაქვს ასევე უჯერი ცხიმოვანი მჟავა, მაგალითად ლინოლენის მჟავა. ხრა არის აქ. ხშირ შემთხვევაში როგორც მოგახსენეთ ეს უჯერი ბმა არის მეთილის ჯგუფის ნახშირბადთან უფრო ახლოს. აი ნახეთ აქედან უფრო შორს არის მაგალითად ეს ბმა და მასთან უფრო ახლოს არის. ხშირ შემთხვევაში არის ამ ომეგა მდგომარეობიდან მესამე პოზიციაში. ამიტომაც შემოტანილია ესეთი ნუმერაცია, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა. ანუ ეს არის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა, იმიტომ რომ ორმაგი ბმა, ანუ უჯერი ბმა არის მესამე მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, უჯერი ცხიმოვანი მჟავები შესაძლებელია ისინი ისევ გაჯერდნენ, არსებობს ამისთვის ფერმენტები დესატურაზები, ჩვეულებრივად, ეს სატურაზები უკაცრავად სატურაზები და ასე შემდეგ. ეხლა როდესაც არის საუბარი, რომ რამდენი ცხიმოვანი მჟავებში ნახშირბადის შემცველობა ყოველთვის არის ლუცი. 16, 18, 14, რატომ? იმიტომ რომ მათი სინთეზის ასე ხდება ორ-ორი ნახშირბადის დამატება. დაშლა ხდება ასე ორ-ორი ნახშირბადი ჩამოცილება. თუმცა არსებობს პროცესები, რომელიც ერთ ნახშირბადს ჩამონაცილებენ, ეს არის ომეგა და ჟანგო მაგალითად. მაგრამ ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება კენტი ნახშირბადის რიცხვის შემცველი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ასევე მონაწილეობენ მეტაბოლიზმის პროცესში. ეხლა ნუ აი ეს სურათს ხედავთ, რომ ორმაგი ბმა სადაც არის, ამას დელტა 120 აღნიშნავენ ხოლმე ამ უბანს და რიცხვს აწერენ თავზე. ეხლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ალბათ ორგანიზმისათვის ეს არის უჯერი ცხიმოვანი მჟავები. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება მეტაბოლურ პროცესებში, სტრუქტურული ფუნქციის შემსრულებლებიც არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რადგანაც მათ აქვთ უჯერი ბმები, მეტად უფრო რეაქტიულები არიან. ერთი რომ გეომეტრიულ სტრუქტურებს იღებენ სხვადასხვანაირს და მეორეა რომ ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა პროცესში. ეხლა უჯერი ცხიმოვანი მჟავები თავის მხრივ შეიძლება იყოს
და იყოს ორ ძირითად ჯგუფად, ესენი არიან მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები. და არსებობს მესამე ჯგუფი, ესენი არიან ფაქტიურად წარმოებულები ამ უჯერი ცხიმოვანი მჟავი, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავისა, რომელსაც ქვია არაქიდონის მჟავა, რომელსაც ეწოდებათ ეიკოზანოიდები. იმიტომ რომ ისინი არიან 20 ნახშირბადიანი ცხიმოვანი მჟავა არის არაქიდონის მჟავა და ესენი არიან ეიკოზანოიდები. ეიკოზანოიდები არიან ძალიან მნიშვნელოვანი უჯრედში და სასიგნალო ნაერთები. აი როდესაც არის ხოლმე საუბარი რომ ავტონომიურ სასიგნალო სისტემაზე, ან უჯრედში და სასიგნალო სისტემაზე, აი ზუსტად ეიკოზანოიდები ძალიან დიდ როლს ასრულებენ. ეხლა მათი დასახელება ხშირ შემთხვევაში არის დაკავშირებული იმ უბნებთან, იმ უჯრედებთან, რაშიც არის აღმოჩენილი. აი მაგალითად პროსტანოიდები, ლეიკოტრიენები, ლიპოქსინები. ესენი არიან ნაერთები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მაგალითად უფრო ცხიმოვან ქსოვილში, ლეიკოციტებში, არის ნაერთები, რომლებიც წარმოდგენილი არიან თრომბოციტებში, თრომბოქსანები და ასე შემდეგ. ეხლა ცხიმოვან მჟავებში ჩვენ გვხვდება შეიძლება შეხვდეს ორი იზომერია, შეიძლება ითქვას. ცის და ტრანს. ეს იმის და მიხედვით თუ ეს უჯრედცხიმოვან მჟავებზე რა თქმა უნდა საუბარი სურათთანაც გვხვდებით, ეს იმის და მიხედვით რომ უჯერი ბმის მიმართებაში წყალბადები რომელ პოზიციაში არიან, ერთი და იგივე პოზიციაში თუ განსხვავებულ პოზიციაში. უმეტეს შემთხვევაში ბუნებრივ მდგომარეობაში ჩვენ გვაქვს ყოველთვის ცის ცხიმოვანი მჟავები. აი ეს ზედა ნაწილი რაც არის, რომელსაც ესეთ სტრუქტურა აქვს. ცის უჯერი ცხიმოვანი მჟავები, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მეტაბოლიზმის დროს შეიძლება წარმოიქმნას ასევე ტრანსცხიმოვანი მჟავები. მაგრამ ეს ტრანსცხიმოვანი მჟავების აქვს თავისი მეტაბოლიზმი და ისინი საბოლოო ჯამში ეს ძირითადად დაშლის რეაქციებში მონაწილეობის დროს ხდება ამ სტრუქტურების წარმოქმნა. თუმცა აი მაგალითად წარმოების დროს, აი მარგარინის წარმოების დროს და სხვადასხვა ცხიმოვანი აი ესეთი ლიპიდური ბუნების ნაერთების პროდუქტების წარმოების დროს, აი fast foods, რასაც ეძახენ იქაც, აი მაღალ ტემპერატურაზე, როდესაც ხდება ცხიმების ესე ვთქვათ, გარდაქმნა, აღარ დავწვევანდები სხვა საკვებ პროდუქტებზე, რომელშიც ასევე შეიძლება იყოს, ხომ? აი ვთქვათ, რატომ არის საზიანო, რომ როდესაც ზეთში ხდება რაღაცის შეწვა, აი მაგალითად კარტოფილის რომ წავენ ზეთში, ეს არის კარტოფილი ფრი, ხო? აი ბევრი ოდენობით ზეთში ხო, ის აუცილებლად გამოიწვევს, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ხდება ტრანსცხიმოვანი მჟავების წარმოქმნა. ეს ტრანსცხიმოვანი მჟავები იმით არის საზიანო, რომ ისინი არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში ნორმალურად, იმიტომ რომ მათთან ტრანსბნები, ანუ ტრანს უჯერი ბნები, ისეთ პოზიციაშია, რომელთანაც ხელმისაწვდომობა ჩვენს ფერმენტებს არ გააჩნია. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ეს წარმოადგენს სიმსუქნის მიზეზს, რაც პათოლოგიურია. ეს ერთი, ის წარმოადგენს მიზეზს იმისა, რომ რადიკალების წარმოქმნა ხდება და ჟანგვითი პროცესები აქტიურდება. ესე. ანუ ტრანსცხიმოვანი მჟავები თავისი მხრივ არის ტოქსიური, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ტოქსიურას ნიშნავს, რომ ორგანიზმს არ შეუძლია მისი გაუვნებელყოფა. და ხდება მისი დეპონირება, დაგროვება და ვერ ხდება მისი ეფექტური დაშლა. ცხიმოვანი მჟავების იმის და მიხედვით ისინი უჯერნი არიან თუ ნაჯერნი, ლღობის სხვადასხვა ტემპერატურა ახასიათებს. რაც უფრო უჯერია ცხიმოვანი მჟავა, მით უფრო დაბალია მისი ლღობის ტემპერატურა. ეს არის დაკავშირებული პირველი ქონებისა და ზეთების არსებობასთან, ხო მყარი ლიპიდების არსებობასთან და თხევადი ლიპიდების არსებობასთან ეს ერთი და მეორე, რომ მაგალითად ანუ ისეთ ექსტრემალურ სიცივის პირობებში არსებულ ორგანიზმებში თქვენ რო ნახოთ ცხიმოვან ქსოვილში განსაკუთრებით ჭარბობს უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელიც ხელს უწყობს თბოიზოლაციას, იმიტომ რომ ცხიმის ლიპიდის ერთ-ერთი ფუნქცია ეს არის თბოიზოლაცია. აი და როგორც მოგახსენეთ, ომეგა ცხიმოვანი მჟავები განსაკუთრებით ცნობილი და მნიშვნელოვანია დღეს. აი მაგალითად ალფა ლინოლენის მჟავი. რატომ არის ალფა ლინოლენის მჟავი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს არის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ჩვენ არ შეგვიძლია წარმოქმნას. ადამიანი ამას ვერ წარმოქმნის, მაგრამ მისი მეტაბოლიზმისთვის აუცილებელია. ანუ აუცილებელია მისი მიღება, ან მისი წინამორბედის მიღება, იმიდან რა ქვია, უბრალოდ მისი მიღება აუცილებელია საკვები პროდუქტების სახით.
ეს არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა, რომელიც არის ძალიან დადებითი ფუნქციის შემსრულებელი, მაგრამ აქვე არსებობს ომეგა-6 და ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც არის შეიძლება იყოს პირიქით დიდი ოდენობით შესაძლებელია მათ მოახდინონ პროვოცირება გარკვეული ანთებითი პროცესების. ანუ გარკვეულ ეტაპზე ისინი დამცველობით ხასიათის მატარებლები არიან, თუმცა დიდი ოდენობით მათი მიღება არ არის სასურველი. ამიტომაც აი როდესაც არის მაგალითად აი ვიტამინი A მიღება და ასე შემდეგ სხვადასხვა ტიპის ლიპიდური ბუნების ნაერთების. აი ომეგა-3-საც აძლევენ და ეს ომეგა-3 არის დადებითი თავისი ფუნქციები აქვს ის რომ ის აძლიერებს შეიძლება ითქვას უჯრედულ იმუნიტეტს, ანუ შიგნით უჯრედულ იმუნიტეტს და უჯრედში თვითონ ანთებითი პროცესების შემცირებას უწყობს ხელს. ეხლა გადავიდეთ თვითონ ლიპიდებზე. ხო, ლიპიდებზე როგორ? ანუ ეხლა მათი უფრო რთული სტრუქტურები, ყველაზე მარტივი ლიპიდები ესენი არიან ნეიტრალური ცხიმები, ანუ აცილგლიცეროლები. მათ ეწოდებათ აცილგლიცეროლები, რადგანაც ისინი შეიცავენ სამატომიან სპირტს გლიცერინს, ან გლიცეროლს, რომელთანაც არის ეთერიფიცირებული ცხიმოვანი მჟავები. შეიძლება იყოს ერთი ცხიმოვანი მჟავა, 2, 3. ამის მიხედვით სახელი სხვადასხვა მონოაცილგლიცეროლი, დიაცილგლიცეროლი და ტრიაცილგლიცეროლი. რა თქმა უნდა, ეს ცხიმოვანი მჟავები შეიძლება იყოს განსხვავებული. შეიძლება იყოს მსგავსი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც აკვირდებიან, უმეტეს შემთხვევაში 2 მაინც არის ერთმანეთისგან განსხვავებული. ერთ-ერთი ამ ცხიმოვანი მჟავებიდან მაინც არის განსხვავებული. ეხლა ფუნქცია, მნიშვნელობა რა არის? ტრიაცილგლიცეროლები ესენი არიან არაპოლარული ნაერთები. ნახეთ თქვენ რატომ? იმიტომ რომ კი გლიცერინი პოლარული ჯგუფია, მაგრამ როდესაც ის დაკავშირებულია 3 ცხიმოვან მჟავასთან, მასში პოლარული ნაწილები ქრება მთლიანად. ამიტომაც ის მთლიანად არის არაპოლარული, ამიტომაც ის ვერ შევა ვერც მემბრანის შემადგენლობაში, ვერც ხსნად მდგომარეობაში ვერ გადავა ასე და ასე შემდეგ. ანუ ხშირ უმეტესად ტრიაცილგლიცეროლები არის ის ფორმა, რა ფორმითაც ხდება ცხიმოვან ქსოვილში ცხიმის დაგროვება. ანუ ზუსტად ეს არის ის ცხიმი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ. ეხლა ცხიმოვან ქსოვილში, როდესაც ხდება მათი დაკავშირება, ისინი როგორც ცხიმოვანი წვეთების სახით არიან, რადგანაც არაპოლარულები არიან ერთმანეთთან ლაგდებიან და წარმოქმნიან გარკვეულ წვეთებს, რომელსაც იცავს ასეთი ცილები, რომელსაც პერილიპინები ეწოდებათ, რომ არ მოხდეს მათი გამოლექვა ან თქვათ, ანუ არასწორი პროცესები და თანდათან ხდება ზუსტად ტრიაცილგლიცეროლებიდან ცხიმოვანი მჟავების ჩამოჭრა და მათი გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის ენერგეტიკული დანიშნულებით ან სხვადასხვა სინთეზური პროცესებისათვის. თვითონ ლიპიდ ცხიმოვან ცხიმებზე მოქმედებენ მეორე ჯგუფი, ესენი არიან ცერიდები, ანუ ცვილები. მათი შემადგენლობა სხვა არის. ისინი შეიცავენ უმაღლეს ერთატომიან სპირტს და ცხიმოვან მჟავას, მათი სტრუქტურა აბსოლუტურად განსხვავებულია და ეს ხდება ჩვენ სპერმაცეტში, რომელიც არის იმაში ზვიგენის შემადგენლობაში არის მაგალითად ცვილები, ხო, ფუტკლის ცვილი და ასე შემდეგ. ასევე თქვათ, აი ხილის შემადგენლობა, აი ხილის საფარველი რაც არის, ხო, ეს თქვათ ცხიმის უფრო ცვილისებური საფარველი ზუსტად არის ცვილებისგან შედგენილი. ეხლა ლიპიდების დაშლა, თვითონ ლიპიდების დაშლა, აი ამ მარტივი ლიპიდების დაშლაზე პასუხისმგებელნი არიან ფერმენტები ლიპაზები. ეს ლიპაზები ჩვენ მაგალითად გვაქვს საჭმელური სისტემაში, ასევე არის უჯრედებში და ლიპაზები რას აკეთებენ? უბრალოდ ამ ჯგუფებიდან ჩამოხლიჩენ თითო ცხიმოვან მჟავას. თუ ეს არის ტრიაცილგლიცეროლი, ანუ ტრიგლიცერიდი, ხდება ჰიდროლიზი ერთი ცხიმოვანი მჟავის, მერე მეორეს და ამის მიხედვით წარმოქმნება დიაცილგლიცეროლი, მონოაცილგლიცეროლი და საბოლოო ჯამში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები და გლიცეროლი, ანუ გლიცერინი. ეხლა რაც შეეხება მეორე ჯგუფს, როგორც არიან ფოსფოლიპიდები, ანუ თქვენ უკვე სახელი გეუბნებათ ამას, ეს არის რთული ლიპიდები და ერთი წამით ბუდეში. That's right.
ფოსფოლიპიდები ესენი არიან რთული ლიპიდები. აქ ხდება ჩვენ ორი ჯგუფი, როგორც ვთქვით, გლიცეროფოსფოლიპიდები და სფინგო, უკაცრავად სფინგო არ არის, სფინგო ფოსფოლიპიდები. რატომ არიან ისინი რთული ლიპიდები? იმიტომ რომ ისინი შედგებიან გარდა ცხიმოვანი მჟავებისა და ლიპიდური ნაწილისაგან, კიდევ შედგებიან დამატებითი ჯგუფებისაგან. საერთოდ სფინგოლიპიდები, ანუ სფინგოფოსფოლიპიდები არის შემადგენლობაში ფოსფოლიპიდების, არსებობს ზოგადად სფინგოლიპიდები, რომლებიც კიდევ სხვა ჯგუფებს მოიცავენ და არა მარტო სფინგოფოსფოლიპიდებს. ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი, პირველ რიგში განვიხილოთ ფერმენტები, რომლებიც ახდენენ აი ამ ფოსფოლიპიდების, ესე ვთქვათ, დეგრადაციას გარკვეულწილად. ესენი არიან ფერმენტები ფოსფოლიპაზები. ეს ძალიან საინტერესო ფერმენტებია, იმიტომ რომ ფოსფოლიპიდები უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ხდება მემბრანების შემადგენლობაში. ეს თავისი აგებულებიდან გამომდინარე, მათ არ შეუულიათ თავისუფლად მდგომარეობა, ანუ ისინი არიან მემბრანის შემადგენლობაში, ანუ ისინი ქმნიან მემბრანებს, შეიძლება ესე ითქვას, ან გარკვეულ მემბრანულ ვეზიკულებს. და ფოსფოლიპაზები სწორედ არიან ფერმენტები, რომელსაც შლიან, მაგრამ ფოსფოლიპაზები თქვენ ხედავთ, აი ფოსფოლიპაზა A1 მაგალითად ხლეჩს ბმას პირველ, იმიტომ ხია A1, რომ ხლეჩს ბმას გლიცერინის პირველ ნახშირბადთან არსებულ ცხიმოვან მჟავასა და აი ამ გლიცერინს შორის. ანუ ამას აკეთებს. ახლა მეორე ფოსფოლიპაზა A2 აკეთებს მეორე ნახშირბადთან დაკავშირებულ ცხიმოვანი მჟავის მოხდეჭას. ახლა რა არის? აი ეს ორი უბანი, რატომ გამოფავი? არის შიგნით მემბრანაში, ეს არის ცხიმოვანი მჟავები, ანუ ის ფეხები, რომელიც მემბრანაში ჩაშენებული. ანუ მემბრანაში შიგნით, ჩვენ ვიცით, რომ მემბრანაში ესენი არიან მემბრანის შიგნით მიმართული და გარეთ არის პოლარული თავი. ესე იგი ფოსფოლიპაზამ როგორ უნდა მოახდინოს მისი გაჭრა? აღმოჩნდა, რომ აი ნახეთ, ეს არის ფერმენტი ზუსტად. აღმოჩნდა, რომ ეს ფერმენტი, აი როგორც ვთქვათ, აი რაღაცა კაუჩი რო შემოახვიო აი ამ პოლარულ თავს და მას აქვს არაპოლარული, აი თქვენ ხედავთ, აქ არის თიროზინები, აქ არის ფენილალანი, ის უბრალოდ ტრიპტოფანი, რას აკეთებს? აი პოლარული ნაწილით ურთიერთობს თავთან, პოლარულ უბანთან და ახდენს მის ამოწევას. აი თითქოს რომ ამოწიოთ გარკვეული უბანი და ამოწევის შემდეგ ეს პოლარული, არაპოლარული ამინომჟავების რადიკალები ახდენენ ამ არაპოლარული უბნების სტაბილიზაციას და როდესაც ხდება ამოწევა, ეს ცხიმოვანი მჟავის უბანი თავსდება აქტიურ ცენტრში და აქ ხდება ჰიდროლიზი. ანუ გახლიჩა. ანუ ეს ერთ-ერთი გამონაკლისი ალბათ ფერმენტებიდან, როდესაც ფერმენტი ფაქტიურად მიიზიდავს თვითონ, ანუ კი არის იკავშირებს სუბსტრატს უბრალოდ, არამედ ამ სუბსტრატს თვითონ ეს მოკაჩავს თითქოს და გადაჭრის. გადაჭრა სხვადასხვანაირად ხდება. აი თქვენ ხედავთ, რომ წარმოიქმნება აქ ლიზოფოსფოლიპიდები ორივე შემთხვევაში და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავა, როგორც A1 შემთხვევაში, ისე A2 შემთხვევაში. ეს არის და არის ასევე ფოსფოლიპაზა C. ფოსფოლიპაზა C ხლეჩს აი ამ მას ფოსფორმჟავას ნაშსა და დანარჩენ ფოსფოლიპიდ შორის. აი ამ უბანს ეს არის ფაქტიურად თავის უბანი, ეს არის პოლარული უბანი, რომელიც აი ზედა ნაწილშია და მოხლეს ამას. ანუ რა რჩება? რჩება დიაცილგლიცეროლი, ნახეთ ეს ხო გლიცერინია, ეს არის ერთი ცხიმოვანი მჟავა და მეორე ცხიმოვანი მჟავა. ანუ ეს არის დიაცილ ფოსფოლიპაზა C-ს პროდუქტი არის დიაცილგლიცეროლი, რა თქმა უნდა აქ ცხიმოვანი მჟავები შეიძლება სხვადასხვა იყოს, ამიტომ სხვადასხვა პროდუქტი არის და ეს ხდება ფოსფორილირებული ნახეთ X. ხა X რა არის? X ეს არის ხშირ შემთხვევაში აზოტოვანი ან არააზოტოვანი ბუნების ნაერთი, რომელიც არის მაგალითად ჩვენ ახლა ვნახავთ კოლინი, სერინი, ეთანოლამინი, ინოზიტოლი და ასე შემდეგ. ბევრნაირი შეიძლება იყოს და ხდება მოხლეჩა და ამიტომ ფოსფორი მას მეფობს. არსებობს მეორე ფოსფოლიპაზა C. უკაცრავად ფოსფოლიპაზა D, რომელიც ხლეჩს პირიქით აი ამ ფოსფორმჟავასა და პირიქით აი ამ რადიკალს შორის. ეს X-ი შეიძლება ითქვას, რომ რადიკალი. ჩამოხლეჩს და რა ხდება? ეს რადიკალი თავისუფლად გამოთავისუფლდება, თქვათ ფოსფატიდის სერინია. სერინი გამოთავისუფლდება და რჩება ფოსფატიდის მჟავა.
აი ეს ამას ეწოდება ფოსფატიდის მჟავა. ორი ცხიმოვანი მჟავა დაკავშირებული გლიცერინთან და თვითონ გლიცერინი მესამე ნახშირბადი დაკავშირებული ფოსფორმჟავას ნაშთთან. და ამას ეწოდება ფოსფატიდის მჟავა. აი ესენი არიან ფოსფოლიპაზები ძირითადად, მათ აქვს სხვადასხვა ვარიაციები, რა თქმა უნდა. თვითონ ფოსფოლიპაზა C-საც კი აქვს ხსნადი ფორმა, უხსნადი ფორმა და სხვადასხვა ფუნქციის შემსრულებელი. ეხლა როგორც აღვნიშნეთ, აი ფოსფატიდის მჟავა. ფოსფატიდის მჟავა ეს არის ყველაზე მარტივი, ალბათ თითქოს შეიძლება ითქვას გლიცეროფოსფოლიპიდი, რომლიდანაც ხდება სხვა გლიცეროფოსფოლიპიდების სინთეზი, თუმცა ის არ გამოიყენება მხოლოდ სხვა გლიცეროფოსფოლიპიდების სინთეზისათვის. აი ახლა აი ამ სქემაზე ჩანს მთლიანად ყველანაირი გლიცეროფოსფოლიპიდები და როგორ ხდება მათი სინთეზი, რა ფერმენტებია და საიდან როგორ ამას თქვენ მეორე სემესტრში ისწავლეთ უკეთესად და ფოსფატიდის მჟავაზე რა შეგვიძლია ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ის არის წყარო სხვა ფოსფოლიპიდებისა, აღმოჩნდა, რომ ფოსფატიდის მჟავის დაშლის შედეგად, როდესაც მასზე მოქმედებს ფოსფოლიპაზა A2, ძირითადად ხდება წარმოქმნა ლიზოფოსფატიდის მჟავის და ეს ლიზოფოსფატიდის მჟავა, საერთოდ როდესაც ლიზოფოსფოლიპიდი წარმოიქმნება, მას ერთი ცხიმოვანი მჟავა რჩება ხომ და ის კარგად ვერ არის მემბრანაში ჩაშენებული და ხშირ შემთხვევაში მემბრანიდან ამოვარდება ხომ. ამოდის, ამიტომ მას აქვს დეტერგენტული ფუნქცია, ხანდახან ასეც ამბობენ, ანუ ის შედის შემდგომში გასაყვნის რეაქციებში მონაწილეობს და მემბრანების დაშლის პროცესში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ლიზოფოსფატიდის მჟავა შეუძლია დაუკავშირდეს თავის რეცეპტორებს, მას გააჩნია რეცეპტორები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, იგივე ჭრილობის შეხორცების პროცესში აღმოჩნდა, რომ თრომბოციტების მემბრანიდან ხდება ზუსტად ფოსფოლიპაზა A2-ის საშუალებით, რომელიც არის პლაზმაში გამოთავისუფლება ლიზოფოსფატიდის მჟავის, რომელიც მოქმედებს მეზობელ უჯედებზე, მათ რეცეპტორებზე, აი თავის საკუთარ რეცეპტორებზე და იწყებს სტიმულს აძლევს პროლიფერაციისათვის, რომ მოხდეს შეხორცების პროცესის სტიმულირება. ეხლა მეორე შეიძლება ითქვას და ან პირველი არ ვიცი, მნიშვნელოვანი გლიცეროფოსფოლიპიდი ეს არის ფოსფატიდილქოლინი. ფოსფატიდილქოლინი ეს არის ნაერთი, რომელიც შეიცავს დიაცილგლიცერიდს, ან ფოსფატიდის მჟავასთან შეიძლება ითქვას დაკავშირებულ ქოლინს. ქოლინი ეს არის აზოტშემცველი ნაერთი, რომელიც სინთეზირდება მაგალითად ამინომჟავა სერინიდან, რომელიც სინთეზირდება ესეთი აზოტშემცველი ნაერთიდან, როგორც არის ეთანოლამინი და ასე შემდეგ და აი ეს არის 3 მეთილის ჯგუფი შეიცავს, მას არ აქვს უნარი წყალბადური წარმოქმნის, მაგრამ ფოსფატიდილქოლინი მიუხედავად ამისა, მაინც ის არის ესე ვთქვათ, ამ აზოტის გამო მისი თავი მაინც პოლარულად ითვლება და მნიშვნელოვანია რითი, რომ ის არის მემბრანაში არსებული ფოსფოლიპიდების დაახლოებით ალბათ შეიძლება ითქვას 90% არის ფოსფატიდილქოლინი. ანუ მემბრანული გლიცეროფოსფოლიპიდების უმეტესობა ეს ფოსფატიდილქოლინებია. ფოსფატიდილქოლინი არის ჩაშენებული უმეტეს შემთხვევაში თქვენ ფოსფატიდილქოლინს შეხვდებით მემბრანის, ესე ვთქვათ, მემბრანა ხო ორმაგშრიანია, ორმაგი მემბრანაა, ხომ? მემბრანის გარე შრეში უმეტესად ფოსფატიდილქოლინები აქ ხდება, აი აქ არის ზუსტად ძალიან დიდი პროცენტი მის წარმოქმნილი და ეს ფოსფატიდილქოლინი ამის მიხედვით ასრულებს მასტაბილიზირებელ ფუნქციას. ეხლა რადგანაც მემბრანაში მათი შემადგენლობა საკმაოდ დიდია, აი თქვენ გაქვთ ასეთი მაგალითი ციკლშიც და ზოგადად ეს არის, რომ ფოსფატიდილქოლინზე, როდესაც აი თქვათ გარკვეულ შხამებში, გარკვეული არასწორი პროცესების დროს ხდება ფოსფოლიპაზა A2-ის რაოდენობის ზრდა და ეს ფოსფოლიპაზა A2 ახდენს მაგალითად ფოსფატიდილქოლინის ჰიდროლიზს. ლიზოფოსფატიდილქოლინად, ანუ ფოსფატიდილქოლინს ლეციტინსაც უწოდებენ, ანუ ლიზოლეციტინად და თავისუფალ ცხიმოვან მჟავად. ეხლა ეს ლიზოლეციტინი, როგორც გითხარით, დეტერგენტული ფუნქციის შემსრულებელი არის ერთ-ერთი, ასევე ის არის გარკვეული, მას აქვს ასევე ამ ლიზოფოსფოლიპიდებს ხანდახან გააჩნია თავისი რეცეპტორები და არა ყოველთვის, მაგრამ ხანდახან აი ლიზოფოსფატიდის მჟავას გააჩნია. და რა ხდება? მემბრანის სტრუქტურა ირღვევა
ამიტომაც ეს, როდესაც სისხლში ხდება, ერითროციტების მემბრანაში, მაგალითად, როდესაც ეს პროცესები ვითარდება, აი, ამიტომაც ხდება, ჩვენ გვაქვს კავშირი ჰემოლიზთან. იმიტომ რომ იშლება ეს უჯრედები, ანუ მემბრანა ირღვევა, შესაბამისად შიგთავსი გადმოდის გარდა ისე. ხლა ამას გარდა შეიძლება ამას დადებითი ფუნქციაც ჰქონდეს. ყოველთვის ესე არ ხდება. ეს არის თქვა და როდესაც ფოსფოლიპაზა A2 ძალიან დიდი აქტივობით გამოიხატება და ეს შხამები ამას შეიცავს. ეხლა გარდა ამისა ის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ჩამოსცილდება აი ამ ლიზოლეციტინს, ხომ? შესაძლებელი იყოს არაქიდონის მჟავა. შესაძლებელი არ არის 100%-იანი აუცილებლობა, მაგრამ შესაძლებელი. ეს ასევე სხვა ფოსფოლიპიდების შემთხვევაში შეიძლება ასე იყოს და ეს არაქიდონის მჟავა უკვე წარმოადგენს წყაროს ეიკოზანოიდების და შესაბამისად ეიკოზანოიდები იმისთან მიხედვით, რომელი ეიკოზანოიდი წარმოიქმნება, იმისთან მიხედვით ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა პროცესებში. ეს შეიძლება იყოს პათოლოგიური პროცესები, შეიძლება იყოს არაპათოლოგიური პირიქით, ესე ვთქვათ, მასტაბილიზირებელი პროცესები. გააჩნია რომელ რა მდგომარეობასთან, რა ტიპის დახლეჩასთან გვაქვს საქმე და რა არის პროცენტული მნიშვნელობა ამ დახლეჩის, ანუ ზომა იმ დახლეჩის. ეხლა ფოსფატიდილქოლინი გარდა იმისა, რომ მემბრანის შემადგენლობაში არის, ასევე ფოსფატიდილქოლინი ჩვენ გვხვდება ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში, როგორც არის ფილტვის სურფაქტანტი. სურფაქტანტი ეს არის ფილტვის ანუ ალვეოლის შიგნით, აი ამ ესე ვთქვათ, ვალვეოლა ხო ეს ბუშტივით. აი მის შიგნით არსებული სითხე შეიძლება ითქვას, ოც ეს არის არა მარტო წყალი, არამედ ეს რთული სტრუქტურა, აქ შედის ლიპიდები, ცილები, ანუ სურფაქტანტის შემადგენლობაში შედის სურფაქტანტის ცილები, სურფაქტანტის ლიპიდები, სხვადასხვა ტიპის არაორგანული ნაერთები, ორგანული ნაერთები და ასე შემდეგ და სურფაქტანტი ასე ამოხმება, ეს არის ზედაპირულად დაჭიმული ნაერთი, რომელიც ხელს უწყობს, რომ აი ეს ბუშტები არ ჩაიფუშოს. ეს ჰაერის, ესე ვთქვათ, ვეზიკულები, აი ეს ალვეოლების შეწებება, აი კედლების შეწებება არ მოხდეს ჰაერის ამოტუმბვის დროს. ანუ როდესაც ჰაერი ამოდის, ჩვენ ამოვისუნთქავთ, ხომ? ამ დროს ერთმანეთს გარეწებება, არამედ რჩება გარკვეულ პოზიციაში, რა თქმა უნდა, პატარავდება, მაგრამ გარკვეულ პოზიციაში. რატომ? იმიტომ რომ აი ამ სურფაქტანტს გააჩნია ზედაპირული დაჭიმული. ხა რატომ გააჩნია? იმიტომ რომ აქ ჩვენ გვხვდება დიდი ოდენობით ლეციტინი, დიდი ოდენობით მისი ესეთი ფორმა, რომელსაც ეწოდება დიპალმიტოილ ფოსფატიდილქოლინი. რატომ? იმიტომ რომ შეიცავს ორ პალმიტინის მჟავას. და ესენი ერთმანეთს, ანუ შიდა ნაწილში არის სითხე, მერე არის სურფაქტანტი და რეალურად როდესაც ხდება შევიწროება, ესენი ერთმანეთს განიცდავენ და საბოლოო ჯამში ეს კედელი დაჭიმული რჩება და საბოლოო ჯამში არ ხდება ჩაფუშვა. თუ არის აქ დარღვევა, მოხდება ესეთი პროცესი, რომელსაც ატელექტას უწოდებენ, ანუ ესე ვთქვათ, შეწებება კედლების, რომელიც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა დამაზიანებელია. ანუ დიპალმიტოილ ფოსფატიდილქოლინი აი მაგალითად არის ესეთი წარმომადგენელი ფოსფატიდილქოლინებისა, რომელიც აი ესეთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ანუ ის მარტო მემბრანის შემადგენლობაში კი არ არის, უჯრედგარე სითხეების შემადგენლობაში შეიძლება მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდეს. მეორე ეს არის ფოსფატიეთანოლამინი. ესეც საკმაოდ დიდი ოდენობით არის, ანუ კეფალინი, όμως ის ხშირ შემთხვევაში ხდება მემბრანის შიდა შრეში, ლიპიდური მემბრანის შიდა შრეში და ის ხშირად წარმოადგენს ფოსფატიდილქოლინის წყაროს. მაგრამ აი ეს ფოსფატიდილქოლინი, რომელიც ეთანოლამინიდან წარმოიქმნება, ხშირად რატომ როგორ ხდება? უბრალოდ მოხდება მეთილირება, ხო? ამ ასოთთან დაუკავშირდება სამი მეთილის ჯგუფი. და რა ხდება აქ? რომ ეს ხშირ შემთხვევაში არის წყარო აი ქოლინის, აქ ხდება ფოსფოლიპაზა D მუშაობს, ფოსფოლიპაზა D ჩამოაშირებს ქოლინს, ეს ქოლინი მონაწილეობს და ესეც არის მნიშვნელოვანი ფოსფატიდილქოლინის მონაწილეობს ისეთი მნიშვნელოვანი ნეირომედიატორის სინთეზისათვის, როგორც არის აცეტილქოლინი. თქვენ იცით, აცეტილქოლინის ამაგზნებელი ნეირომედიატორია, ეს ზუსტად მისი სინთეზი ხდება სწორედ ამ ფოსფოლიპიდებიდან. ფოსფატიდილსერინი. ფოსფატიდილსერინიც არის წყარო ფოსფატიდილქოლინისთვის და ეთანოლამინისთვისაც, მაგრამ ფოსფატიდილსერინი გარდა ამისა, ხო ის ხშირად ხდება ჩვენ და უმეტესად ყოველთვის წარმოდგენილია
მემბრანის შიდა ნაწილში, თუმცა აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია მისი ესე როგორც ეთანოლამინის, მაგრამ უფრო მეტად სერინის ტრანსლოკაცია მემბრანის შიდა შრიდან, აი ამ შიდა შრიდან ის შეიძლება გადავიდეს გარე შრეში. ეხლა ამას ჰქონია ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ფოსფატიდის სერინი, აი მაგალითისათვის რო ვთქვათ, ფოსფატიდის სერინი შეცნობა ხდება მაკროფაგების მიერ. ანუ მაკროფაგის რეცეპტორი შეიცნობს ფოსფატიდის სერინს. და ზუსტად აი მაკროფაგმა როგორ იცის რომელ უჯრედს დაუკავშირებს, აი ფოსფატიდის სერინი თუ არის ამ უჯრედში მემბრანაზე გარეთ გამოვლენილი, ესე წარმოჩენილი, ხო, რაღაცა ოდენობით. მას უკავშირდება და ასე ხდება ამ ორი უჯრედის შერწყმა. თქვენ მოგეხსენებათ მაკროფაგი როგორ ერწყმება სამიზნე უჯრედს და შემდგომში შეიწოვს მას, მოხდება ენდოციტოზი და მისი ფაგოციტოზი უпростоრად და დაშლა შეიძლება. ამას გარდა მაგალითად ფოსფატიდის სერინი დაკავშირებულია გარკვეულ პათოლოგიურ პროცესებთან. აი მაგალითად, შიცის ვირუსი. როდესაც ხდება შიცის ვირუსის დასნებოვნება უჯრედის, ვირუსი ჩვენ ვიცით მრავლდება უჯრედში, ხომ? წარმოქმნება ახალი ვიროიდები. აღმოჩნდა, რომ აი ამ ვიროიდების მემბრანის შემადგენლობაში არის უკვე ფოსფატიდილ სერინის იგივე შემადგენლობა, როგორიც არის ჩვეულებრივ უჯრედში. როდესაც გამოდის, რაც უფრო ახალი და ახალი, ესე ვთქვათ, მასპინძელი უჯრედიდან გამოდის ახალი ვიროიდი, უკვე მემბრანის შემადგენლობა იმდენად ემსგავსება მასპინძელი უჯრედის მემბრანის შემადგენლობას, რომ ხშირ შემთხვევაში ეს არის საფუძველი იმისა, რომ მასპინძელი უჯრედები აღარ აღიქვამენ მას როგორც, ესე ვთქვათ, დამაზიანებელს, როგორც პათოლოგიურს და პირდაპირ ხდება შერწყმა. ანუ არანაირი აქ არ ხდება, ვთქვათ, გარჩევა. ფოსფატიდი ინოზიტორი. აი თქვენ ხედავთ, ეს არის დიაცილგლიცეროლი, ფოსფატიდის მჟავა დაკავშირებული ინოზიტოლთან. ინოზიტოლი ეს არის 6 ატომიანი სპირტი, რომელიც შეიძლება მეტაბოლიზმის შედეგად გლუკოზის, ესე ვთქვათ, გლუკოზის პოლიოლადად წარმოვიდგინოთ. ეხლა რა არის ფოსფატიდი ინოზიტოლი? ჩვენ გვხვდება როგორც შიდა შრეში, ისე გარე შრეში, ხშირ შემთხვევაში შიდა შრეშია ხოლმე წარმოდგენილი უმეტესად და ფოსფატიდილ ინოზიტოლზე შეიძლება განხორციელდეს ძალიან ბევრი მოდიფიცირება. პირველი, ეს არის ფოსფორილიდები. ანუ ფოსფატიდი ინოზიტოლი ფოსფორილებულ მდგომარეობაშია მეოთხე და მეხუთე პოზიციაში. ანუ ეს არის ფოსფატიდი ინოზიტოლ 2 ფოსფატი, 4-5 დიფოსფატი. მაგრამ შესაძლებელია თუნდაც მასზე მოახდინოს ეფექტი ფოსფატიდი ინოზიტოლ 3 კინაზამ და მესამე პოზიციაშიც არსებული ჰიდროქსილის ჯგუფის ფოსფორება მოხდეს. ასე დროს წარმოიქმნება ფოსფატიდი ინოზიტოლ ტრიფოსფატი. აი ეს ტრიფოსფატი არის ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ცილების დაკავშირების ადგილი. ამას docking sites უწოდებენ, ანუ ეს არის დაკავშირების უბანი, შეიძლება ესე ითქვას. ასევე ფოსფატიდი ინოზიტოლ დიფოსფატზე შეიძლება მოქმედებდეს ფოსფოლიპაზა C, მისი ერთ-ერთი ფორმა ბეტა, მეორე ფორმა გამა და ამ დროს წარმოიქმნება დიაცილგლიცეროლი და წარმოიქმნება ხსნად მდგომარეობაში არსებული ინოზიტოლ ტრიფოსფატი, ანუ 3 ფოსფორი ანუ ინოზიტოლ 1, 4, 5 ტრიფოსფატი. ეხლა ეს ინოზიტოლ ტრიფოსფატი და დიაცილგლიცეროლი წარმოადგენენ მეორად მესენჯერებს. ინოზიტოლ ტრიფოსფატი წარმოადგენს გამააქტივებელს კალციუმის არხებისა მიტოქონდრიაზე, ენდოპლაზმურ ბადეზე. რაც შეეხება დიაცილგლიცეროლს და იწვევს კალციუმის რაოდენობის ზრდას. დიაცილგლიცეროლი თავის მხრივ მემბრანაზე რა თქმა უნდა დაკავშირებული მემბრანასთან, თორე ეს ორი ცხიმოვანი მჟავა აქვს და ეს ხშირ შემთხვევაში ააქტიურებს ესეთ ცილას, რომელსაც ეწოდება პროტეინკინაზა C, რა თქმა უნდა მემბრანასთან ახლოს მდგომარეს. გარდა ამისა, დიაცილგლიცეროლზე შეიძლება იმოქმედოს ესეთმა ფერმენტმა, რომელსაც ეწოდება დიაცილგლიცეროლ ლიპაზა, რომელიც ახდენს ერთი ცხიმოვანი მჟავის ჩამოხრეჩას. ეს ცხიმოვანი მჟავა ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე არაქიდონის მჟავა. და ამ არაქიდონის მჟავიდან ხდება ისევე ეიკოზანოიდების სინთეზი და მათი, ესე ვთქვათ, ეფექტების განხორციელება უჯრედში. ანუ ფოსფატიდი ინოზიტოლი სხვადასხვა ფორმით არსებობს, ეს ხშირ შემთხვევაში სასიგნალო, აი ეს არის ეს 3 კინაზას მიერ ფოსფორილებული ფოსფატიდი ინოზიტოლი. ფოსფატიდილ გლიცეროლი და კარდიოლიპიდი.
ფოსფატიდილგლიცეროლი ეს არის ანიონური შეიძლება ითქვას ფოსფოლიპიდი, ისიც მემბრანის შემადგენლობაში არის და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ის მისი ესე ვთქვათ, მისი გადაგვარება, მისი მოდიფიცირება შეიძლება იყოს დაკავშირებული ვთქვათ ღვიძლის პათოლოგიებთან, შეიძლება იყოს დაკავშირებული მიტოქონდრიების პათოლოგიებთან. როდესაც მიტოქონდრიებს ვახსენებთ, ფოსფატიდილგლიცეროლი ხშირ შემთხვევაში გამოიყენება როგორც წყარო, ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი ლიპიდის, როგორც არის კარდიოლიპიდი. კარდიოლიპიდი აი ნახეთ რა რთული სტრუქტურა აქვს მას. ორი ფოსფატიდილგლიცეროლი არის თქვენთან გადაჯაჭვული. ხანდახან არის ფოსფატიდილგლიცეროლი და ფოსფატიდიეთანოლამინი ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს არის კარდიოლიპიდი უმეტეს შემთხვევაში ხდება ჩვენ მიტოქონდრიის შიდა მემბრანაში და ასრულებს უმნიშვნელოვან ფუნქციას თვითონ მიტოქონდრიის შიდა მემბრანის სტრუქტურის შენარჩუნებაში და ის არის პასუხისმგებელი ხშირ შემთხვევაში ცილებთან ურთიერთობაზე. ანუ ბევრი მიტოქონდრიული ცილა მასთან არის დაკავშირებული და არსებობს ესეთი მოვლენა კარდიოლიპიდის ჟანგვა და კარდიოლიპიდის ჟანგვის შედეგად ამ ცილებს ხანდახან უნარი ანუ აღარ აქვს უნარი მემბრანასთან დაკავშირების ცილდებიან მემბრანას, შესაბამისად ისინი სხვა ფუნქციის შემსრულებლები ხდებიან ან სხვა პროცესში ერთვებიან. თვითონ კარდიოლიპინი არის ესე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ მიტოქონდრიის ფუნქციის შესრულების პროცესში, როგორც მასტაბილიზირებული შიდა მემბრანის, რომ ის არის ნაკლებად გამვლადი, რომ მასთან არის გარკვეული ცილები დაკავშირებული და როგორ ფუნქციონირებენ ეს ცილები და ასე შემდეგ. ეხლა ეს იყო გლიცეროფოსფოლიპიდი. სფინგოფოსფოლიპიდებიდან ყველაზე ცნობილი ალბათ ეს არის სფინგომიელინი. სფინგომიელინი ახლა მიუხედავად ისე რომ აი მიელინის და ეს მიელინის გარშემო უნდა გვხვდებოდეს დიდი ოდენობით, ხო? ეს სფინგომიელინი მიელინის გარშემო არ გვხვდება ძალიან დიდი ოდენობით, თუმცა ეს არის მიელინის გარშემო დაკავშირებული უფრო მეტად სფინგომიელინი გვხვდება ჩვენ პერიფერიულ ნერვულ სისტემაში არსებულ მიელინის გარშემო. სფინგომიელინი აი ნახეთ შეიცავს ორ ძირითად კომპონენტს, ეს არის ცერამიდი, რისგან შედგება. ეს არის ერთ ცხიმოვანი მჟავასთან დაკავშირებული ამინოსპირტი სფინგოზინი. ამინოსპირტი სფინგოზინი და სფინგომიელინში ჩვენ რადიკალის საქმით ხდება ქოლინი. ანუ ესეც არის ქოლინის შემცველი ეს ნაერთი. სფინგომიელინს რადგანაც აქვს მხოლოდ ერთი ცხიმოვანი მჟავა, ის მემბრანის შემადგენლობაში შედის, მაგრამ მემბრანაში წარმოქმნის გარკვეულ არასტაბილურ სტრუქტურებს, ამიტომ ამ სტრუქტურების სტაბილიზაციაში საჭიროა ქოლესტერინის ჩართულობა. ამაზე ჩვენ მემბრანებზე როდესაც ვისაუბრებთ, მაშინ განვიხილავთ. ეხლა სფინგომიელინს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმაში, რომ ის მონაწილეობს გარკვეულწილად შეიძლება ითქვას ეგზოციტოზის და ენდოციტოზის პროცესში, ის არის დაკავშირებული ისეთ ცილასთან, როგორც არის კავეოლინი და კავეოლინი მონაწილეობს ზუსტად აი ამ კავეოლების, ვეზიკულების ჩაზნექვის პროცესში. გლიკოლიპიდები გვაქვს ორი სახის, ცერებროზიდები, განკრიტულად. აი ზუსტად ცერებროზიდები ესენი არიან თავისთავად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიპიდები. ხა რითია მათ შორის განსხვავება? ძირითად შემთხვევაში გლიკოლიპიდები თვითონ ქვიათ, რომ ნახშირწყლები არის მათთან დაკავშირებული და ცერებროზიდებში ჩვენ გვაქვს ისევ ცერამიდი, ანუ ესეც სფინგოლიპიდებია, გლიკოლიპიდები შეიძლება ესე ითქვას. ანუ სფინგოფოსფოლიპიდები კი არა, უბრალოდ სფინგოლიპიდებია და მასთან დაკავშირებულია ნახშირწყლები. ცერებროზიდებში ეს არის უმეტესად ოლიგოსაქარიდული ნაშთები, აი როგორც გლიკოპროტეინების შემთხვევაში და რაც შეეხება განგლიოზიდების შემთხვევაში, ესენი ძირითადად ნერვულ განგლიებში გვხვდება. და განგლიოზიდების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მასთან დაკავშირებული გარკვეული, ესე ვთქვათ, პოლისაქარიდული ნაშთები შეიძლება ითქვას, ან ჰეტეროპოლისაქარიდული ნაშთები. აი განგლიოზიდების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ზუსტად აი სიალის მჟავა, ნეირამინის მჟავა დაკავშირებული აი ლიპიდურ ცერამიდთან დაკავშირებული აი ეს ესე ვთქვათ მოდიფიცირებული შეიძლება ითქვას, ანუ რთული ნახშირწყლოვანი კომპონენტები. ესენი რაში მონაწილეობენ? ესენი მონაწილეობენ ჯერ პირველ რიგში დამცველობით ფუნქცია აქვს მემბრანის სტაბილიზაციის პროცესში და მეორე ისინი მონაწილეობენ ათეზიურ პროცესებში და მონაწილეობენ სიგნალის მიღების, ანუ ესე ვთქვათ, მონაწილეობენ სიგნალის მიღების პროცესებშიც, გარკვეულწილად აადვილებენ სიგნალის მიღების პროცესს. და ასევე, ხო, წარმოქმნიან ამ ნახშირწყლოვან კარკას მემბრანაზე, რაც მნიშვნელოვანია განგლიოზიდების განსაკუთრებით. ეხლა ასევე
უფრო რთული ჯგუფი შეიძლება ითქვას ლიპიდების, ეს არის ქოლესტეროლი. ქოლესტეროლი აბსოლუტურად განსხვავდება იმ ლიპიდებისგან, რაც ჩვენ აქამდე ვისაუბრეთ. მაგრამ ის მაინც მიეკუთვნება ლიპიდებს, იმიტომ რომ არის ჰიდროფობული. შეიძლება ითქვას, რომ თვითონ ქოლესტეროლი არის ამფიპატური, რატომ რომ მას გააჩენახეთ ესეთი ჯგუფი, ჰიდროქსილის ჯგუფი, რომელიც აძლევს პოლარულ, გარკვეულ პოლარულ უბანს, თვისებას. გარდა ამისა, იქ არის 4 ციკლური ჯგუფი და შეიძლება ქოლესტერინის წარმოქმნა იყოს ქოლესტერინის ეთერის სახით, როგორც არის აქ ცხიმოვანი, უბრალოდ ეს არის ქოლესტერინი თვითონ აქ ცხიმოვანი და ქოლესტერინის ეთერი, როდესაც აი ამ ჰიდროქსილის ჯგუფთან არის დაკავშირებული კიდე ცხიმოვანი მჟავა. ქოლესტერინი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის მემბრანის შემადგენლობაში არის ხშირ შემთხვევაში იწვევს მემბრანის დენადობის სტაბილიზაციას, თვითონ მემბრანის სტაბილიზაციას გარკვეულწილად და არის მნიშვნელოვანი როგორც წინამორბედი ბევრი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთის. ისეთ როგორც არის სტეროიდული ჰორმონები, ხო? ესენი არიან, აი ვთქვათ, კორტიზოლი, გლუკოკორტიკოიდები, ალდოსტერონი, ანუ მინერალოკორტიკოიდები, ესტრადიოლი, ანუ ანდროგენები, ტესტოსტერონი, ესტროგენები, უბრალოდ ესტრადიოლი და ანდროგენები არის ტესტოსტერონი, რომლებიც სინთეზირდებიან თირკმელზე და ჯირკვალში, სასქესო ჯირკვლებში, თავის ტვინში და სხვადასხვა უბნებში და გარდა აი ამ და მათ აქვს თავის სამიზნეები და ისინი ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციას. ახლა რატო აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა? იმიტომ რომ ეს ამ ტიპის ნაერთები რადგანაც არიან არაპოლარულები, ამიტომ მათ მარტივად, შედარებით მარტივად შეუძლიათ მემბრანის გადალახვა და თავისი რეცეპტორები აქვს უმეტეს შემთხვევაში უჯრედს შიგნით, ციტოპლაზმაში. როდესაც მოქმედებენ ამ რეცეპტორებზე, ხშირ შემთხვევაში ისინი წარმოადგენენ ნაერთებს, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ ტრანსკრიფციაზე და ტრანსკრიფციის პროცესზე. ანუ ესე ვთქვათ, DNM-ის, ანუ ცილის ექსპრესიის პროცესზე მოქმედებენ, სხვადასხვა ცილების ექსპრესიის პროცესზე მოქმედებენ უშუალოდ. აი ამისი კარგი მაგალითია არა ჰორმონი, არამედ მნიშვნელოვანი ნაერთი, რომელიც არის ვიტამინი D. თქვენ იცით ვიტამინი D, ეს არის ქოლესტერინის წარმოებული, შეიძლება ითქვას, აქვს მას თავისი სინთეზური გზა და მისი აქტიური ფორმა არის ეს ზუსტად 1-ალფა-25 დიჰიდროქსი ქოლესტეროლი, ანუ კალციტრიოლი და რა არის ეს ვიტამინი D, რას აკეთებს? ვიტამინი D ცნობილია, რომ ის მონაწილეობს კალციუმის შეთვისების პროცესში. აძლიერებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან, აძლიერებს კალციუმის შეთვისებას ძვლებსა და კბილების შემადგენლობაში და ასე შემდეგ, მაგრამ თირკმელებში კალციუმის უკვე შეწოვის პროცესს აძლიერებს და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ აკეთებს ამას თვითონ? ვიტამინი D როგორც სტეროიდული ბუნების ნაერთი მოქმედებს იმ ცილების სინთეზის გაძლიერებაზე, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესებში, კალციუმის არხები, კალცი დამაკავშირებელი ცილები, რომლებიც ხელს უწყობენ კალციუმის შეწოვისა და დეპონირების პროცესს. ეს არის ძირითადად მისი ეფექტი. და ამას თქვენ გთხოვთ, რომ გაეცოთ ვიტამინი D-საც ამ ლიპიდებთან დაკავშირებით. და ბოლო ნაწილი, რა თქმა უნდა, შეიძლება საზიანოც იყოს, არ არის აუცილებელი, ვიტამინი D ყოველთვის კარგი არ არის. თან ახლა დღესდღეობით არსებობს მონაცემები, რომ ვიტამინი D მარტო კალციუმზე კი არ მოქმედებს, მას ძალიან ფართო სპექტრის ეფექტები გააჩნია. აი თქვენ კორონავირუსის დროს როგორ იყო ხო რეკომენდაცია, რომ გარკვეული დოზა ვიტამინი D-ს ადამიანმა უნდა მიიღოს. იმიტომ ესეთი რეკომენდაცია იყო, რადგანაც ინახა, რომ მას აქვს გარკვეული როგორც C ვიტამინის გარკვეული დამცველობითი ფუნქცია. და ბოლოს ეს არის რთული ცილები, ლიპოპროტეინები, რომლებიც წარმოდგენილია ლიპიდური ნაწილისაგან და ცილოვანი ნაწილისაგან. ეხლა ლიპოპროტეინები სხვადასხვა ფორმის არსებობს, რითი არიან ისინი აგებული. მათ აქვს ფოსფოლიპიდური ერთმაგი შრე, აი ნახეთ, ერთმაგი ფოსფოლიპიდური შრე, რომლის შიგთავში არის ტრიაცილგლიცეროლები, ქოლესტერინი, ქოლესტერინის ეთერები, ძირითად შემთხვევაში ესენი. მაგრამ ამ ფოსფოლიპიდურ შრეში შეიძლება ჩაშენებული იყოს ცილები. ამის და მიხედვით, თუ როგორია ცილებისა და ლიპიდების გადანაწილება, ამის და მიხედვით არსებობს სხვადასხვა ტიპის ფოსფოლიპიდები. დაწყებული კილომიკრონებიდან, სადაც ტრიგლიცერების შემადგენლობა არის ძალიან დიდი, დამთავრებული და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებით, სადაც ბევრია ცილოვანი შემადგენლობა, ქოლესტერინის შემადგენლობა არის შედარებით მეტი, ტრიგლიცერიდების შემადგენლობა ფაქტიურად არ არის, ან ძალიან ცოტა. შესაბამისად, ლიპოპროტეინები ესენი არიან
სისხლის პლაზმის, ძირითად შემთხვევაში სისხლის პლაზმაში არსებული ლიპიდური ნაწილაკები და ეს ცილები უზრუნველყოფენ იმას, რომ მოხდეს აი ეს სტრუქტურები უზრუნველყოფენ ლიპიდების ტრანსპორტს სისხლის ნაკადის საშუალებით, რომ სისხლი ეს არის პოლარული გარემო და აქ რთული იქნებოდა სხვანაირად ლიპიდების ტრანსპორტირება. ამას რა თქმა უნდა თქვენ უფრო მეტად გაეცნობით წიგნიდან და თუ ახლა მე მგონი დავამთავრეთ ამ კუთხით და მადლობთ ყველასთვის, თუ რაიმე კითხვები გაქვთ, თქვათ ვეცდები რომ გიპასუხო.